ჩვენთვის ცხადია ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში ხდება. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, რა პროცესებიც არ უნდა მიმდინარეობდეს და მთავარი პროცესი მაინც არის ბიზინა ივანიშვილის დასუსტება, ჯერ და მერე უკვე დამარცხება, ამისთვის ვართ გაერთიანებულნი ყველანი ხომ ბევრი. ხო, ჯერჯერობით თუ გულახდილები ვიქნებით, ბიზინა ივანიშვილს ვერაფერს ვაკლებთ. კი, შესაძლოა ის ოდნავ დასუსტებულია, ვთქვათ, რაღაცასთან, რაღაც პერიოდთან შედარებით, მაგრამ თუ ვინმე გვეტყვის, რომ ბიზინა ივანიშვილი დასუსტებული სულაც არ არის და პირიქით უმძლავრებულიაო, ეს ვინმეც პრინციპში მართალი იქნება. აგრეთვე ვადევნებთ თვალყურს ღარიბაშვილის პირველ ეპისტოლეს, მეორეს ნახეთ, წავიკითხეთ, გავეცანით, გავიცინეთ, გავიარეთ, მერე მეორე ეპისტოლე წავიკითხეთ, გავეცანით, მერე მესამე, მერე მეოთხე, ვინც ის და კიდევ 52 ეპისტოლეს დაწერს, ოღონდ ღარიბაშვილის მესამე მხრივ ვერ დაასუსტებს, რაც არ უნდა ეპისტოლეები დაწეროს. ღარიბაშვილიც, რომელიც გადაფსკვნილი იყო ბიზინა ივანიშვილთან და ჯერაც მიაჩნია მას, რომ ბიზინა ივანიშვილი მისი დამფუძნებელი, არაბიოლოგიური არამედ დამფუძნებელი მამაა, ღარიბაშვილი მას ბუსსაც ვერ აუფრეს. არსებობს ვერსია იმის თაობაზე, რომ აი ირაკლი ღარიბაშვილის ეს აქტივობები ადრე იქნება თუ გიერ შეიცინავს ირაკლი კობახიძეს. ხო, მეც მithქვამს ამგვარი რამ, მაგრამ ჯერჯერობით კოჭებში ბიზინა ივანიშვილს არ ეტყობა, რომ ირაკლი კობახიძეს გაანთავისუფლებს. პირიქით, უფრო ძლიერდება და ძლიერდება ჩემი მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე, ბიზინა ივანიშვილი ყოველ შემთხვევაში ენდობა მას. არსებობს მოსაზრება ამგვარი, რომ შეახოცავს ხო ხელს, მაგრამ კიდევ ერთი მოსაზრება არსებობს, რომ ირაკლი კობახიძე არის დაპირისპირებული ბიზინა ივანიშვილთან. შემთხვევაში ეს არ არის თლად უსაფუძვლო ვერსია, მე მგონია, რომ ყველაფერს ამ ქვეყანაში განსაზღვრავს სწორედაც რომ ოლიგარქი, მაგრამ მეორე მხრივ რუსეთს ბუნებრივია სჭირდება სხვა საყრდენებიც ჩვენ სამშობლოში და ასეთად წარმოუდგენია, ასეთი არის ირაკლი კობახიძე. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოსო ესე რომ ამბობენ ბიზინა ივანიშვილი, მაგრამ ხვალ ის რომ გადატრიალდეს და მოკვდეს, ასე ამბობენ ხოლმე, გარდაიცვალოს, აღარ იყოს ამ ქვეყნად, ხო, რუსეთმა სადავეები უნდა მოუჭიროს და სადავეებს ხელი არ უნდა გაუშვას და ხა ის რა ვიცი ვერ დაეყრდობა რომელიმე მოცემულ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში რომელიმე მოსკოვში მყოფ პრორუსს და სწორედ ირაკლი კობახიძე ამ თვალსაზრისით იქნება და საუკეთესო კანდიდატურაც არის. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. ირაკლი ღარიბაშვილზე უფრო რუსია. ირაკლი ღარიბაშვილი თავის მხრივ რუსი იყო და საერთოდაც. ბიზინა ივანიშვილი, ვისაც დანიშნავს კობახიძის ნაცვლად, ან ვინც დანიშნა ღარიბაშვილის ნაცვლად, ერთმანეთზე უარესები იქნებიან ახლა. სულ რომ უკეთ მეტყველებდეს, ვიდრე მეტყველებს, ან უკეთ ქმედებდეს, ან გვაჩვენებდეს, რომ უკეთ ქმედებს, ვიდრე ირაკლი კობახიძე ქმედებს მოცემულ ეტაპზე. პარალელურად ან გარშემო მიმდინარეობს პროცესები ჩვენი ქვეყნის გარშემო, რომლებიც ძალიან საინტერესოა და ვინც და ეს პროცესები, ამბები, მოვლენები განსაზღვრავს ჩვენს მომავალ სვესა და ბედს. ხო, შეგვეხება, ასე ვიტყვი. გულისხმობს ცხადია ახლო აღმოსავლეთს, ირანში კვანძი ჯერაც არ გახსნილა, ორმუზის სრუტის გარშემო კვანძი არ გახსნილა, ტრამპი არ მინდა ვთქვა, რომ ბაქი ბუქობს მეთქი, მაგრამ თავად ტრამპი არ მიიჩნევს, რომ ყველაფერი უკვე დასრულებულია. ცხადია გულისხმობ უკრაინასაც. უკრაინა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსაზრება, მე ამ მოსაზრებას ვიზიარებ, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ და შემთხვევაში ჩვენთან ბევრად იოლად გადაწყდება ამბები, ხო, პროცესები კარგად წარიმართება, რელევანტური მოსაზრება მგონია. ოღონდ აქვე ვიტყვი, რომ მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, მათ შორის ამ გადაცემაში ჩემს ტაბლო მედიაზე გამოთქმულ მოსაზრებას, ასე მაგალითად მარკ ფეიგინისა, რომ ბიზინა ივანიშვილი ზნესა და ფერს შეიცვლის გარკვეული პერიოდის შემდეგ, არ შეიცვლის და რომც ეცადოს შეცვლა ამ ზნისა და ფერისა, ბიზინა ივანიშვილმა იმდენიჯერ გადალახა წითელი ხაზი, რომ დასავლეთისთვის ის მაინც მიუღებელ პერსონად დარჩება.
შეერთებული შტატებისათვის. მათ შორის და არა მარტო რაღაც მისი ხელისუფლების წარმომადგენლების ცალკეულ ანტიდასავლურ განცხადებებს გულისხმობ, არამედ საქართველოს ხელისუფლების პრო-ირანულ, პრო-ჩინურ, პრო-რუსულ პოლიტიკას. იმას, რომ უწყობენ ხელს რუსეთს თუნდაც ირიბად, რომ ამ უკანასკნელმა აწარმოოს ეს საშინელი ომი უკრაინის წინააღმდეგ, ანუ ხოცოს ბავშვები. ერთია, რომ ესენი ამბობენ, რომ ჩვენ გვინდა გადატვირთვა პოლიტიკისა და ურთიერთობებისა შეერთებულ შტატებთან და ამას რომ ამბობენ ორშაბათს, სამშაბათს, სწორედ ანტიამერიკულ აბიჯებსა დგამენ. და ეს ყველაფერი რასაკვირველია, დამახსოვრებულია ვაშინგტონში და შესაბამისად მას არ ენდობიან ბიზნე ივანიშვილს, სულ რომ კვლავ ვიმეორებ, მან შეიცვალოს ზნე და ფერი. მაგრამ აქ გითხარით, მე ხარ გულისხმობ უკრაინაში, ან უკრაინის გარშემო, ირანში, ან ირანის გარშემო, ან საქართველოში და ბიზნე ივანიშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებს, სხვა ამბებიც მიმდინარეობს, სხვა ამბებიც ხდება ჩვენს გარშემო და ზოგადად მსოფლიოში და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მათ შორის იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია არ აქვს ამის თაობაზე, ყველაზე საინტერესო იდუმალი თუ გდებოთ ასე ვიტყვი, ამბავი არის ის, რომ 25 აგვისტოს ორი დღის წინ შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ რედკლიფი მოსკოვში ჩავიდა. ანუ ჩვენ რომ უწოდებთ აი ЦРУ-ს, ხო, რაც არასწორია, რასაკვირველია, ხო, რუსული ცენტრალნა разведывательное управление, ხო? ეს არის თუნდაც ეგრე არ ქვია, ჩვენ მაინც რაღაც ამერიკული ტოპონიმიკით უნდა, ხო, და აბრევიატურით უნდა წარმოვუდგინოთ ეს ორგანიზაცია სახელმწიფო უწყება ქართულ საზოგადოებას, ეს არის CIA და ვიმახსოვროთ, CIA-ის დირექტორი ჩავიდა მოსკოვში, სხვა შორის ის ჩავიდა რიგის გავლით, ანუ ჩაფრინდა ლატვიაში და მე უკვე არასრული ერთი დღით, ანუ იმავე ღამეს გამოფრინდა მოსკოვიდან, გამფრინდა უკან დაბრუნდა ცივილიზებულ სამყაროში და მე გაბრუნდა ისევ შეერთებულ შტატებში. სხვადასხვა წყარო ავრცელებს ამის თაობაზე ინფორმაციას, მათ შორის ერთ-ერთი არის CBS-ი, Financial Times-ის უკრაინელი კორესპონდენტი და რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ამ ინფორმაციას ავრცელებენ და მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ თეთრი სახლიდან ამის თაობაზე ინფორმაცია არ დადასტურებულა კი არ გავრცელებულა კომენტარი, ეს ამბავი მაინც და ასეთი ამბავი და ჩვენ უნდა ვიკითხოთ კი, მაგრამ რატომ ჩავიდა? ანუ რა არის მისი მოსკოვში ჩასვლის, საიდუმლოდ ჩასვლის თავარი მიზეზი, მოდი ვთქვათ ასე. ბევრი ამბობს ამას, რომ აი მაგალითად ამერიკელი მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის საპატიმროში არიან, მათ გასანთავისუფლებლად ჩავიდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ გასანთავისუფლებლად არ ჩასულა ხსენებული პირი რედკლიფი, მაგრამ მე პერსონალურად გონია, რომ ეს არ უნდა იყოს, ან არ შეიძლება იყოს თავარი მიზეზი მოსკოვში ესოდენ სერიოზული პირის ჩასვლისა თან მოულოდა. დაჩენს კითხვებს ეს ამბავი, მიზნები რა იყო, მიზანი რა იყო, ხო? ცხადია, ეს ყველაფერი არის შეთანხმებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ რედკლიფი არის კაცი, რომელიც ტრამპზე მეტი ტრამპისტიაო, ასე რომ ამბობენ, ის ტრამპის ამგვარი პოლიტიკის ხისტის თუ ბევრის აზრით რბილის თუ ბევრის აზრით ხისტის. ამგვარი პოლიტიკის, როგორადაც არ უნდა ვუწოდოთ, შევაფასოთ ეს პოლიტიკა, თავგადაკლული მომხრეა. ამერიკელი მაღალჩინოსნები რედკლიფის მოსკოვში ვიზიტს თაობაზე ამბობენ, რომ ეს ძალიან საინტერესო ვიზიტია, თუმცა დღის წესრიგს არც მაღალჩინოსნები ამხელენ და არც აი ცალკეული თავისუფალი კომენტატორები, ასე ვთქვათ, დიდად არ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, დიდად არ ამახვილებენ ამაზე ყურადღებას, არასწორი სიტყვა კომენტარს, აი სიტყვა კომენტარს არ არიგებენ. თავდაპირველად CBS-მა გაავრცელა ინფორმაცია ვიზიტის თაობაზე, რაზეც მიანიშნებდა ფრენების შესახებ მონაცემები, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი სამხედრო სატვირთო პირველი ბორტი, პრაქტიკულად ასე ვიტყვი, ან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბორტი, შტატებიდან, აქ გითხარით, ჩაფრინდა ლატვიაში და მე უკვე მოსკოვში ჩაფრინდა და 25 აგვისტოს დილით მოსკოვის ნუკოვოს აეროპორტში დაეშვა და ფრენის შესახებ მონაცემების თანახმად რუსეთი იმავე დღეს დატოვა. უშუალო ვიზიტი არის მრავალი თვალსაზრისით, რატომ შეიძლებოდა ეს კითხვა ალბათ.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ შეიძლებოდა ჩასულიყო რედკლიფი, ანუ CIA-ის ხელმძღვანელი, აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ CIA-ის ბოლო ხელმძღვანელი, ხო, ვილიამ ბერნსი მოსკოვს სტუმრობდა, ხა 26 წელია, 5 წლის წინ, ანუ 2021 წელს, ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, ამდენად აქედან გამომდინარეც ვარაუდობენ, რომ დროის უმეტესი ნაწილი იმ შეხვედრებისა, რომლებიც სხვა შორის ბევრი ინფორმაცია არ აქვს, რომელი შეხვედრების გაბართა, რა შეხვედრების გაბართა რედკლიფმა სწორედაც რომ უკრაინას დაუკავშირდებოდა და მათ შორის შემოწმებული ან პირველი პირებიდან გაგონილი მოსმენელი იქნებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რას აპირებს მოსკოვი, აქვე ნათქვამი იქნებოდა, ეს ალბათ ყველაზე საფუძვლიანი ვერსია არის, საფუძვლიანი ანალიზია, შეერთებული შტატების ხელისუფლების სახელით, რომ შეერთებული შტატები არ და არამც არასდიდებით არ მიატოვებს უკრაინას, ეს პირველი პირიდან, არა ტელეფონით, სატელეფონო საუბრით, არამედ პირველი პირიდან უნდა მოესმინათ შეერთებული შტატების ხელმძღვანელების პოზიცია უშუალოდ მოსკოვის ხელმძღვანელებს. აქვე რასაკვირველია, გაფრთხილებული იქნებოდა მოსკოვი იმის თაობაზე, რომ მან ემანდ კიდევ ერთი წითელი ხაზი არ გადაალახოს, ანუ ეს წითელი ხაზი არის პრინციპში, მოდი ასე ვიტყვი, ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შესაძლოდ ან ბირთვული იარაღის გამოყენება, ამგვარი სერიოზული პირები, ეს არ გეგონოს, რომ ვიტკოფზეა ლაპარაკი, ვიტკოფის მნიშვნელოვანი პერსონაა, ან კუშნერი მაგალითად, ხო? მაგრამ ამგვარი სერიოზული პირები არ ჩადიან სრულად განწყობილი ქვეყნის დედაქალაქში ისე, ხო, საზღვათა უბრალოდ ინფორმაციის გასაცვლელად, ხო? ალბათ რაღაც წითელ ხაზებსაც, ალბათ კი არა, ნამდვილად განუსაზღვრავენ. მოდი ასე ვიტყვი, ისტორიის ამ ეტაპზე, მოწინააღმდეგე მხარეს. ეს ცოტა კარგი ხანია გრძელდება, მაგრამ დღეს კიდევ უფრო სერიოზულ მოწინააღმდეგედ ითვლება რუსეთის, დღევანდელი რუსეთი, შეერთებული შტატებისათვის და ცივილიზებული სამყაროსათვის. ამერიკული ანალიტიკური გამოცემა არსებობს ამგვარი Saratoga Foundation-ი და მისი ხელმძღვანელი რუსეთის ექსპერტი გლენ ჰოვარდი ამბობს, რომ აი ბერნსის ვიზიტმაო აჩვენაო, რომ ფსონები იყო ძალიან მაღალიო. მისი თქმით, ამ ახლას ფსონები საკმაოდ მაღაზრდილია. CIA-ის დირექტორები მოსკოვში ისე არ ჩადიან, თუ რამე სათხოვნელი არ არის. სათხოვნელი ალბათ ფლაძუსტი შეფასება არ არის, რამე სათხოვნელად კი არ ჩავიდა, მაინც და მაინც ღევადელი ხელმძღვანელი, არამედ და მოთხოვნაც ალბათ სწორი არ არის, ინფორმაციის გასაცვლელად და წითელი ხაზების განსასაზღვრად. ისინი ამხელა გზას არ გადიან რუსეთამდე, თუ ეს მნიშვნელოვანი არ არის. ბერნსი იქ ჩავიდა 21 წლის ნოემბერში რუსეთის შეჭრამდე, რომ გაეფრთხილებინა, ეს ზუსტი სიტყვა ალბათ, ისინი რომ რუსეთი არ შეჭრილიყო უკრაინაში, მაგრამ რუსეთმა ბერნსს არ დაუჯერა, მაგრამ ეს მაინც სხვა ადმინისტრაციაა, სხვა 21 წელს, ხო? სხვა ადმინისტრაცია, აქ ვინისის და ტრამპის მეოხებით და გადაწყვეტილებით და ტრამპის თხოვნით ხსენებულმა CIA-ის ხელმძღვანელმა, დღევანდელმა ხელმძღვანელმა რედკლიფმა უფრო მძიმე სიტყვებიც კი უთხრა, უფრო მძიმე სიტყვები ან უფრო მკაცრიც კი იყო ვიდრე ვილიამ ბერნსი. რედკლიფის ვიზიტის ერთი შესაძლო ახსნა, აქ იგითხარით, არის უკრაინა და რედკლიფს ისე როგორც მთლიან შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას აინტერესებს სადამდეა წასვლელი რუსეთი. თავად რუსეთი საჯარო განცხადებებში ყოველ შემთხვევაში მისი ლიდერები ამბობენ, რომ დონბასი მოგვეცით. ეს რასაკვირველია სატყუ არაა და ტყუილი ამბავია. დონბასის მიცემის წარმოუდგენელია, მაგრამ ერწუს ასე ვიტყვი. მიცემის შემთხვევაში მე უკვე ისინი იყვნენ, რომ ზაპოროჟიე მოგვეცით. ზაპოროჟიესაც მელაკუდას გავს, ხო, ერთი ბარტყი გადმომიგდნენ და ასე შემდეგ. ხო? ზაპოროჟიე მომეცით. მე დნეპროპეტროვსკი არა უგასავთ, მე ხერსონი მომეცით. მე და ამითმეთ კიევი. აი ეს კიევი დამითმეთ არის ძალიან საინტერესო ამბავი. ლავროვი, გეხსოვებათ 2 დღის წინ ასევე აცხადებს შემდეგ რამეს, ამბობს შემდეგ რამეს, რომ კიევი და კიევი რუსული ქალაქია და ჩვენი წინაპრების წინაშე ჩვენ ვალმოხდილები არ ვიქნებით, თუ გავჩერდებით სადმეო, ანუ დონბასში გავჩერდებით, ზაპოროჟიეში, ხერსონში. ხო, ანუ თლად კიევი უნდათ. ეხლა თლად კიევი ტანკებს ვერ შეაგრიალებენ, უკვე ვეღარ შეაგრიალებენ, მოდი ასე ვიტყვი, მაგრამ უნდათ ამგვარი რამ, რომ კიევში მოვიდეს რუსეთისთვის, მოსკოვისთვის სასურველი რეჟიმი.
ალბათ ამას დავარქვათ, თუ გებავ დავარქვათ ამას იანუკოვიჩის რეჟიმი, თუმცა მე გონია რომ იანუკოვიჩი იმდენად გასულია, რომ იანუკოვიჩს ვერც ვერასოდეს დააბრუნებენ. ამავდროულად რუსეთი აწვება იმას, რომ ჩატარდეს არჩევნები და თუ არჩევნები ჩატარდა, აი ასე ხგონიათ მოსკოვში, რომ გაიყვანენ საკუთარ კანდიდატურას. არდა თუ არჩევნები საპრეზიდენტო ჩატარდა, მართლაც თუ ჩატარდა, ვარწმუნებთ რომ მეორე ტური ალბათ კი არა ნამდვილად გარდაუვალი იქნება. თუ პირველი ტურში არ გაიმარჯვა ზელენსკი, მაგრამ მაგის პასუხია, მაგრამ კაი თქვათ, ვერ იმარჯვებს და მეორე ტურში არის ამგვარი სიტუაცია იქნება შექმნილი. ზელენსკი versus ზალუჟნი. ან ზელენსკი versus ფედოროვი, მაგრამ ამ უკანასკნელისა ნაკლებად ჯერა, გულახდილად გეტყვით, ისე როგორც ზალუჟნის ბოლომდე წასვლისას ნაკლებად ჯერა. ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნების ჩატარება ომის პირობებში წარმოუდგენელია და არასწორი არ იქნება. და რა ამერიკასაც ჰქონდა ეს მოთხოვნა და მოსკოვსაც აქვს ეს მოთხოვნა. ოღონდ მოსკოვს აქ იგითხარით აქვს მოთხოვნა, იმიტომ რომ იქნებოდა რეჟიმ ჩეინჯი, მოახდინოს ზალუჟნიმ რომც გაიმარჯვოს, ფედოროვმა რომც გაიმარჯვოს, თეორიულად წარმოვიდგინოთ, გაგიშნე, ჩაატარეს არჩევნები და გაიმარჯვა ზალუჟნიმ. აღმოჩნდება რომ ვაის გაეყარა მოსკოვი და ვუის ზალუჟნის სახით ან ფედოროვის სახით ან ბუდანოვის თეორიულად ეს არსებობს. ხა იულია ტიმოშენკო პირობითად როგორც არ უნდა ვაფასებდეთ, ხო? ან პოროშენკო თუნდაც როგორც არ უნდა ვაფასებდეთ, პრაქტიკულად უშანსო კანდიდატები არიან. მოკლედ, ხსენებული რედკლიფის ვიზიტის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს არა არჩევნები, ამას ხაზგასმით ვამბობ, არამედ რა ხდება, აი რას აპირებს რუსეთი ბირთვულ ომს, ვინეტყო და მეორე მხრივ თქვენ მეტყვით და ბირთვული იარაღის როლას შეტევას უკრაინაზე. ხო, ვინეტყოდაო, მაგრამ აი რა არის მისი წითელი ხაზები? ოღონდ თავადაც ეთყოდა რომ უკრაინას არ შეეშვება შეერთებული შტატები. ეს პირველ ყოვლისა რედკლიფის, მაგრამ მასზე წინ რუბიოს პოლიტიკის და კიდე მასზე წინ თქვა ტრამპის შევაქოთ ამ შემთხვევაში ტრამპის პოლიტიკის შედეგია. ამავდროულად რაღაც დათმობებზე, ამგვარი სიტყვების ალბათ იქნებოდა თქმული, რომ აი უკრაინაც დათმობს რაღაცებს და ასე შემდეგ. ხო, არის თუ არა დღის წესრიგში ომის დასრულება, აი პირდაპირ მნიშვნელობით. ხო, ალბათ მაინც არ არის. თუ რამე არის დღის წესრიგში, ეს არის ძალთა დაშორიშორება მოცემულ ეტაპზე არსებული მდგომარეობით. ხო, რაცაც არც ერთი მხარე ეგრა მაგის პასუხი არ არის თანახმა ყაბულ. არც უკრაინელები, რატომ უნდა იყვნენ უკრაინელები? ჩვენში დარჩენი ისინი არა მარტო რაღაც დრონებით უტევენ ახლა უკვე, არა მარტო ვაილდბერის, არამედ სხვა ოზონს ასე მაგალითად და ემზადებიან წითელი მოედნის მაქსიმუმ ხო ასაფეთქებლად აფეთქებისათვის, არამედ ფრონტის ხაზზე, აი ფილდზე, ველზე აღწევენ წარმატებებს, რუსეთი სულ უფრო უკან და უკან იღებს. ხოდაშორის ეს საინტერესო ამბავია სხვა თვალსაზრისითაც. რუსეთმა უკვე დაიწყო პრაქტიკულად და უკვე არჩევნების შემდეგ დუმაში კიდევ უფრო სერიოზულად ოფიციალურად გამოაცხადებს ამას 500-700,000 კაცის მობილიზება. უნდა კარგად გვესმოდეს რომ რუსეთი სულ მინიმუმ დღეში კარგავს 1500 კაცს. 1500 კაცი ხო წარმოგიდგენიათ 10 დღეში არის 15,000, 30 დღეში ანუ ერთ თვეში არის 30,000. მე ყველაზე მინიმალურ რაოდენობას გეუბნებით. ხა იქ კიდევ ბეზვესცი უგზო-უკლო დაკარგულები ბეზვესცი პრაპავში რამდენია? სულ რომ მოახერხოს ნახევარი მილიონი კაცის მობილიზება, რაც ძალიან ძნელი მგონია, ხო ეს 90% საზარბაზნე ხორცია. არ არის პირველივე თვის საზარბაზნე ხორცი უმრავლესობა, მაგრამ წელიწად ნახევარში სულ მაქსიმუმ გეუბნებით, ეს 500,000 კაცის გაილევა. ამიტომ ბევრი ვინც ფიქრობს, რომ 27 წელი მაინც ომის ბოლო წელიაო, ამ თვალსაზრისითაც ვინც მსჯელობს, ხო ისიც ნაწილობრივზე მეტად მართალია. პუტინი არ არის სტალინი, რომელსაც შეეძლო ამდენი და ამდენი საბჭოთა კავშირიდან მისმის, მაგრამ მაინც ამდენი და ამდენი კაცის მობილიზება ვილიკაია აწეჩისწვენნაია ვაინაში. რაც არ უნდა ილაპარაკოს პუტინმა, რომ ეს არის ვილიკაია აწეჩისწვენნაია ვაი დიდი სამამულო ომი 2 ან SVO-ა, ხო? და დიდი სამამულო ომის დარი ომი ფაშისტების თუ ნაცისტების წინააღმდეგ იბრძვის. ასეთი აღქმა მაინც არ არის მათ შორის რუსულ საზოგადოებაში, რომელსაც სასაკურველია არ ვაქებ. ხო, არ მომწონს, არ მემხრობი, არ ვაქებ მათი რაღაც პროტესტის ხმა დაბალია თუ არის საერთოდ და ასე შემდეგ ისინი არიან პასუხისმგებელი რუსეთის დღევანდელი ლიდერის პუტინის არჩევაზე. მაგრამ ეს არ არის დიდი სამამულო ომი. და პუტინის არ არის სტალინი, რამდენიც არ უნდა ისტალინოს ან ეცადოს რომ იყოს სტალინი. ხო, ბოუმენი ასეთი კაცი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთა ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ის ამბობს, რომ
ვაშინგტონმა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ ომის დასუსრულებლობა რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტად მტკივნეული ზომების გამოყენებას გამოიწვევს. ხო შორის მაღალი ალბათობით CIA-ის დღევანდელმა ხელმძღვანელმა ჩასულმა 2 დღის წინ მოსკოვში ამ თემაზეც გაამახვილა, ამ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. არსებობს კიდევ ერთი თემა, ეს არის ირანი. ფაქტია, რომ ირანის რეჟიმი არ არის დამარცხებული. აი რა არ მოხდა ირანში, რამდენი მაღალჩინოსანი სამხედრო პირი გაანადგურა, რამდენი ობიექტი არ გაანადგურა შეერთებულ შტატებმა ისრაელთან ერთად. მაგრამ ირანი დამარცხებულიაო ვერ იტყვის ვერავინ. იქ ალი ხამენეის დროს მაინც ერთგვარად განკვეული იყო ვისთან ჰქონდათ საქმე. ახლა მოჩდება არ ჩანს შვილი, ცოცხალია თუ არა არ ვიცით. გუშაქთა კორპუსი მძლავრია კლავაც. ტრამპი არ მინდა თქვა რომ დაბნეულია მეთქი, მაგრამ აშკარად არ გამოუვიდა ის რასაც გეგმავდა და მათ შორის არ გამოუვიდა იმის გამო, რომ სადაზვერვო ინფორმაციას ირანის რეჟიმს, ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმს აწვდიან მოსკოვიდან. აი ეს მოსკოვი, რომელიც დასუსტებულია, მაგრამ არ კარგავს საკუთარ არც არ ნებდება, ვიტყვი ასე. ხო, რუსეთი ახლო აღმოსავლეთამდეც კი ჩადის მინიმუმ სადაზვერვო ინფორმაციების მისაღებით. ხო და CIA-ის ხელმძღვანელის ჩასვლა, ხო, არის მოსკოვში არის შესაძლოა ამასთან დაკავშირებულიც. ნუ აწვდით ირანს, იმიტომ რომ ირანის საქმე გადაწყვეტილია. ნუ ეხმარებით ირანს, იმიტომ რომ ირანის საქმე გადაწყვეტილია. ამას ვინც ის და უთხრეუბნება ამერიკის შეერთებული შტატები. მოსკოვს, ოღონდ ესეც არ არის მეორე მხრივ. ანუ თუ არ მიაწვდის მოსკოვი ინფორმაციას და ვინც ის და სხვა რამესაც ირანის ისლამურ რესპუბლიკას სანაცვლოდ რამ უნდა მოითხოვოს. რუსეთს ირანთან ფართო სამხედრო და სავაჭრო კავშირები დღესაც აქვს შენარჩუნებული. რედკლიფის ვიზიტი ერთ დღეში მოხდა შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებას ახალ გზალისხმევაზე, ყველა ეკონომიკური ხაზის ჩაჭრაზე, რომლებიც ტირანული ირანული რეჟიმის შენარჩუნებას უწყობენ ხელს. მანამდე სხვა შორის ეს ჩვენს შეგვეხება ეგ რა მაგის პასუხია, თუ რამ კავშირები გვაქვს ირანთან, ეს შეერთებული შტატების სანქციები ჩვენზეც გადმოვრცელდება. მე მესმის, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველოს უმნიშვნელო ქვეყანა, პატარა და უმნიშვნელო ქვეყანაა და სავაჭრო ბრუნვები ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დიდი არ არის, მაგრამ ეს ჩვენს შეგვეხება განსაკუთრებით, როდესაც თუ არის ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ნედლეული თუ დანიშნულების საქონელი არის აღებმიცემობის საფუძველი. ხო, მანამდე თეირანი მარტო არ დარჩება, ტირანული რეჟიმის შენარჩუნებას უწყობენ ხელს, სანამ თეირანი მარტო არ დარჩება, თეირანი მარტო უნდა დარჩეს. ანუ ეს ამერიკის შეერთებული შტატების უპირველესი ამოცანაა, რომ მოგვუდოს ირანი. ექსპერტი არის ამგვარი კაცი გლენ ჰოვარდი, რომელიც ვარაუდობს, რომ ირანი შესაძლოა იყოს რედკლიფის მისიის ცენტრალური საკითხი, თუმცა ის აღნიშნავს, რომ ისი ვარაუდია და არ ამბობს დაბეჯითებით, რომ ეს არის ფაქტი. რედკლიფი შესაძლოა შეეცადოს მოსკოვის გადარწმუნებას ან დარწმუნებას იმაში, რომ ირანისათვის დახმარების შეწყვეტა არის აუცილებელი და ამისთვის გარდაულად აუცილებელი იყოს, როდესაც რომ უშუალო შეხვედრები რუსეთის ხელმძღვანელობასთან. ეს არის რასაკვირველია, იშვიათი ვიზიტი, ესეც უნდა ვთქვათ, რედკლიფის მოსკოვში გამგზავრება აღსანიშნავია რუსეთის მიმართ პირადი ქორული რეპუტაციის გამო ამ კაცისა, რედკლიფისა, იმე გითხარით, ხსენებული ჰოვარდი ამბობს, რომ CIA-ის რედკლიფი არის ამგვარი კაცი, რომ CIA-ის რჩევლების რაოდენობის შენარჩუნების მხარდაჭერის მიუხედავად, რომ პენტაგონი იქ რჩევლთა შემცირებისაკენ იხნებოდა, აი რედკლიფმა თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა შემცირება. ჰოვარდს მიაჩნია, რომ ეს მიანიშნებს რედკლიფის განსაკუთრებულ ძლიერ კავშირებზე ტრამპთან, პრეზიდენტი მას არათუ ყურს უგდებს, ჰოვარდი ამბობს, რომ ყურს უგდებსო, მე კი ვიტყვი ასე, რომ არა მარტო ყურს უგდებს, არამედ უჯერებს კიდეც. მოსკოვის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს რუსეთზე დარტყმების განსახორციელებად უკრაინის ძლიერ მხარდაჭერაში სამართლიერად ადანაშაულებს მოსკოვური ხედვა, ასეთია, ასეც არის. მაგრამ ეს რის იმადასტურებელია? ეს იმის იმადასტურებელია, რომ რუსეთი უნდა დაასუსტოს. არ ნიშნავს ეს, რომ რუსეთი და ჩინეთი პირისპირ უნდა შეეჯახონ ერთმანეთს და ეს უნდა იყოს რაღაც ბუფერული ზონა, ან ნაწილი რუსეთისა, დღევანდელი რუსეთის უნდა იყოს შეერთებული შტატების დასავლეთის და მეორე ნაწილი ჩინეთის ზეგავლენის ქვეშ და ესენი უნდა შეეჯახონ ერთმანეთს, მაინც და მაინც არ ნიშნავს ამას, მაგრამ
რუსეთის ამგვარი რუსეთის დასუსტებას დასავლეთი ზოგადად და შეერთებული შტატები რომ ეცდება, ესეც ფაქტია. ამასობაში ჩვენ ასაკვირველია ვიხარშებით ჩვენს ამბებში. ამაზეც მექნება უკვე მეორე რუბრიკით ჩემი ვიდეო ბლოგი, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება და დავიმახსოვროთ ესეც რომ ამგვარი ვიზიტები უარყოფითად შესაძლებელი კი არ არის. პირიქით, შეერთებული შტატები სულ უფრო მეტად უნთებს რუსეთს ბარათს, რომელიც არის ყვითელიდან წითელ ფერამდე შეფერილობის, ანუ უფრიალებს ხარს რო უფრიანებენ, მერქი ეს ხარი რო გიждდება და მე უმრავლეს შემთხვევაში რომ განიგმირება ხოლმე. ხო, ხარს უფრიალებენ ამ წითელ ბარათს, ან ყვითელიდან წითელ ფერამდე შეფერილობის ბარათს აგიშებენ. ესეც თქვა თუ გნებავთ. მოკლედ, მიუთითებენ, ეუბნებიან რომ ისე არ იქნება, როგორც რუსეთს სურს და ისე არ იქნება, როგორც რუსეთს სურს. ნახვამდის.